საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. გუშინ სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც საქართველოში მოქმედი კონფესიების იურიდიულ სტატუსს განსაზღვრავს, პარლამენტმა დაჩქარებული წესით 70 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. განხილვის პროცესში საქართველოს პატრიარქი მოუწოდებდა პარლამენტს შეწყვეტილიყო განხილვა და გამართულიყო საჯარო დებატები. თუმცა პარლამენტმა კანონი მაინც მიიღო. საპატრიარქოს განცხადების თანახმად პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, როგორც ქართული ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება და თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომავალშივე გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. პირდაპირ საუბარი ამ თემაზე დღეს მეუფე ზენონთან გვექნება, რომელიც ლონდონიდან ჩაერთვება ჩვენს გადაცემაში. მეუფე, გამარჯობათ, გმადლობ რომ ხართ ჩვენი სტუმარი. გამარჯობა. მეუფე, საპატრიარქო გუშინ თავის განცხადებაში საუბრობდა უარყოფით შედეგებზე, რომელზეც პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფლებას. მე მაინტერესებს კონკრეტულად რა უარყოფით შედეგებზეა საუბარი. თანაც განცხადებაში ნათქვამია, რომ ის რომ ეს შედეგები შეიძლება ძალიან სწრაფად დადგეს. მე ვფიქრობ, აქ სავარაუდებელია, საფიქრებელი არის ის, რომ როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ მთელ რიგ, ასე ვთქვათ, გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, მე გუშინდელ საუბარში აღნიშნე ამის შესახებ, საპატრიარქომ თავის მხრივ აღნიშნა. მიუხედავად აი ამ გარემოებების არ გათვალისწინებული, იმის გამო რომ ეს გარემოებები არ იქნა გათვალისწინებული, ალბათ მე ვფიქრობ, აქ იგულისხმება საზოგადოებრივი რეაქცია და პროტესტი აი ამ საკითხების ასეთი მიდგომებისა გამო და მოსალოდნელი სერიოზული უთანხმოება საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, მე ასე ვფიქრობ. მაგრამ თქვენი აზრით რა შეიძლება გახდეს ამ უთანხმოების გამომწვევი ძირითადი მიზეზი? ანუ არის თუ არა ეს მხოლოდ ის, რომ კონფესიებს საქართველოში მიენიჭებათ საჯარო იურიდიული პირის სტატუსი? ანუ რა დგას ამის მიღმა, რა იწვევს სინამდვილეში საზოგადოების და ასევე საპატრიარქოს უკმაყოფილებას? ესე იგი, ნებისმიერი სამართლებრივი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს მიუღებელი ამა თუ იმ რელიგიის ადგილისა და მისი მდგომარეობის განსაზღვრა სახელმწიფოს მიერ. და მე ამაში და არც საპატრიარქო აგრეთვე არ ხედავს არანაირ, თქვათ, რაიმე საშიშროებას, თუმცა რაიმე სახით ექნებათ სამართლებრივი ასახვა საქართველოს კანონმდებლობაში. როგორც აღნიშნეთ, საუბარი ეხება იმ საკითხს, რომ სომხეთის ეკლესია ძალიან არამართებული, არაცივილური და არა მეგობრული ურთიერთობით დაიწყო და განახორციელა თავისი მიზნების განხორციელება საქართველოში, ამ მიზნების მიღწევა, რომელიც რამდენიმე წელია ფაქტიურად, რაც გარეგინ მეორე სომხეთის ეკლესიის მეთაურია, ძალიან მკვეთრად შეინიშნება სომხური ეკლესიის მხრიდან ნებისმიერ დონეზე, საერთაშორისო დონეზე, ეს იქნება ევროპა თუ დასავლეთი. აი ასეთ რეალობაში, როდესაც არ მოხდა და არ ხდება გათვალისწინება ქართული მხარის შეთავაზების, რომელიც ეხება პარიტეტულ საწყისებზე კომისიის დახმარებით, ერთობლივი კომისიის დახმარებით მოგვარდეს და გადაწყდეს საკითხები ორმხრივად. აი ამ საკითხების უგულებელყოფისა გამო, რა თქმა უნდა, ქართულ ეკლესიას აქვს თავისი მძაფრი და მკვეთრი რეაქცია. მეტადრე მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ სომხური ეკლესიის ინტერესები ცხადია, სომხური სახელმწიფოს საშუალებით იქნა განხორციელებული ამ ეტაპამდე საქართველოში. რა ინტერესებს გულისხმობთ მეუფე? ანუ კონკრეტულად რა ინტერესებზეა საუბარი სომხური ეკლესიის და სომხური სახელმწიფოს მხრიდან ამ შემთხვევაში? მოდით ვთქვათ პირდაპირ, რომ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა არსებობს სომხურ ეკლესიასა და რუსეთის ეკლესიას შორის. საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა არის მოგეხსენებათ ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ამდენად სომხეთ-რუსეთის ურთიერთობაში სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ფენაზე ჩნდება ხოლმე ინფორმაციები, როდესაც გებულობთ, რომ გარკვეული მიზნებისკენ არის ხოლმე მიმართული სომხური ეკლესიის მოთხოვნები საქართველოში. თუნდაც ის, რომ სრულიად უსაფუძვლოდ სომხური ეკლესია
სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ავრცელებს შემდეგი სახის მოთხოვნებს, ყალბ ისტორიულ ფრაგმენტებს, თითქოს საქართველოში 600-მდე ეკლესია ეს არის სომხური წარმოშობისა და სომხური კულტურული მემკვიდრეობის და აქედან გამომდინარე იგი აცხადებს პრეტენზიას ნენელა დაუფლებასა და მესაკუთრის უფლების აღდგენაზე, მათ შორის ჩამონათვალში არის ისეთი საეკლესიო კერა, როგორიც არის მცხეთის ჯვრის მონასტერი. რა თქმა უნდა, აი ასეთი უსაფუძვლო, მიუღებელი, არაობიექტური, გაყალბებული საშუალებებით, მიზნებით საქართველოს ეკლესია ვერ ითანამშრომლებს და ვერ მიესალმება სომხური ეკლესიისათვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას, ყოველგვარი ჯაბაასის, გააზრების და მთელი რიგი საკითხების შესწავლის გარეშე. მეორეც კიდევ აი ძალიან უცნაური რამ არის, მაგალითად, ჩვენ გვებულობთ, რომ კაიროს რეზოლუციას სომხეთი არ მოაწერა უბრალოდ მახელი აი ამ რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნებას. თუ მეგობრობა და ძმობა და თანაზიარობა ნამდვილად რეალურად არსებობს ჩვენ შორის, რატომ ხდება, რომ სომხური მხარე ისეთ ფუნდამენტურ და მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, მის ტერიტორიულ, მის სასულიერო ცხოვრებაში თავისთავად არ იჩენს არანაირ თანადგომას, არანაირ მეგობრულ გამოხატულებას, არანაირ ასე ვთქვათ, მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ძალიან ბევრი საკითხი არის. არის აგრეთვე გაჩნდა ინფორმაცია ევროპაში იმის შესახებ, რომ სომხურ ეკლესიას მიზნად აქვს დასახული საქართველოში საკათალიკოსო ინსტიტუტის დაარსება. ასეთ საკათალიკოსო ინსტიტუტები მას აქვს იერუსალიმში, აქვს კილიკიაში, თურქეთში, სხვადასხვა ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთზე ჩამოყალიბებული. საკათალიკოსო ეს უკვე გახლავთ ძალიან მსხვილი საეკლესიო ერთეული, რომელიც სცილდება ვიწრო საეკლესიო ადმინისტრაციულ გაგებას და გარეშემოწერილობას. ამდენად ასევე არის რაღაც გარკვეული საკითხები, რომელზეც ალბათ საუბარი ამჯერად არ არის მაინდამაინც მიზანშეწონილი, რადგან ვითვალისწინებთ მთელ გარემოებებს, ვიჩნდეთ სიფრთხილეს ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის და მისი უსაფრთხოებისათვის. აი ამ ეტაპზე ხელისუფლების მხრიდან ასეთი დაუფიქრებელი და ახლო საკანონმდებლო ორგანოს მიერ ახლო მხედველი ნაბიჯის გადადგმა ნამდვილად მიუღებელი არის საქართველოს ეკლესიისთვის და ქართული საზოგადოებისთვის. მეუფე, თქვენი აზრით, რა იყო ხელისუფლების მხრიდან სიჩქარის მიზეზი? თქვენ გუშინ საუბრობდით ასევე სომხური ეკლესიის მამამთავრის სულიერი ლიდერის გარეგინ მეორისა და საგარეო მინისტრის ედვარდ ნალბადიანის ვიზიტებზე საქართველოში და გამოთქვით ვარაუდი, რომ სწორედ ამან დააჩქარა ხელისუფლება, რომ ასეთი დაჩქარებული წესით მიეღოთ კანონპროექტი. რა პირდაპირი კავშირი შეიძლება არსებობდეს ამ ვიზიტებსა და კანონპროექტის მიღებას შორის? სომხურმა ეკლესიამ თავისი ინტერესი, რომელიც წამოაყენა ქართულ მხარესთან, იმ ეტაპისთვის, როგორც სომხურმა მხარემ აღნიშნა, ვერ განახორციელა. იგივე საინფორმაციო საშუალებებით და სხვადასხვა საშუალებებით. ჩვენ გვგებულობთ, რომ სომხური მხარე, სომხეთი, სომეხთა პატრიარქის საქართველოში ვიზიტით იყო სერიოზულად უკმაყოფილო, მას უწოდა წარუმატებელი ვიზიტი, რადგან წამოყენებული პირობები იმ დროისათვის დაუკმაყოფილებელი აღმოჩნდა მათთვის. და რა პირობები იყო კონკრეტულად წამოყენებული, მეუფე? იურიდიული სტატუსის მინიჭება, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით და საკუთრებაში გადაცემა ეკლესიების, რომელსაც სომხური მხარე ითხოვს. აი ეს იყო ორი ძირითადი საკითხი. ქართულმა მხარემ აღნიშნა მათთან შეხვედრისას, რომ ჩვენც გქონდა ანალოგიური მოთხოვნები სომხეთში, სრულიად საფუძვლიანად მოგეხსენებათ და განხორციელებული იყო ეს ყოველივე მას შემდეგ, რაც ერთობლივი კომისია დაასკვნიდა საფუძვლიანად, რომ თქვათ
ესა თუ ის ეკლესია ნამდვილად არის სომხური წარმომავლობის, არის ქართული წარმომავლობის და ასე შემდეგ და ასე ერთობლივი თანამშრომლობის კვალდაკვალ მიღწეულიყო იმ სურვილების დაკმაყოფილება, რომელიც ორივე მხარეს ჰქონდა. მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ სომხეთის პატრიარქმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა, უფრო მეტიც კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, უმალ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლა განხორციელდა საქართველოში და ერთ-ერთი საკითხი, როგორც აღინიშნა, ეს იყო სომხური ეკლესიების ინტერესების დაცვა და განხორციელება. მე მინდა გავიხსენო ერთი რამოდენიმე ეპიზოდი, როდესაც მოსკოვში ჩატარდა რამოდენიმე წლის წინ რელიგიური ფორუმი, საერთაშორისო ფორუმი, აი იქ პატრიარქის ჩასვლას სომხურმა მხარემ მოუწყო ასეთი სურპრიზი. აჩვენა ფილმი ასეთი შინაარსის იყო, როგორ იდევნებიან სომხები საქართველოში, კერძოდ საქართველოს პატრიარქის მიერ. ამერიკაში ერთ-ერთი მისი ვიზიტის, დაგეგმილი ვიზიტის დროს სომხებმა განაცხადეს, რომ ყველანაირად შეუშლიდნენ ხელს მის ვიზიტს სომხეთში. აი ასეთი მოქმედებები, რომელიც სომხური ეკლესიის როგორც ჩანს ინიციატივით ხორციელდება საქართველოს ეკლესიისა და მისი საჭეტრობელის მისამართით, რა თქმა უნდა, ვერ იქნება საფუძველი ქართული მხარიდან უპრინციპულობისა და ხელაღებით რაიმე შეუსწავლელად რაიმე გადაწყვეტილების მიღების. ამდენად ის სიფრთხილე, რომელსაც საქართველოს ეკლესია იჩენს, მე მგონი გონიერი საზოგადოებისთვის ეს სრულიად გასაგები უნდა იყოს. მეორეც კიდევ ჩვენ სომხების სადმი რაიმე არაკეთილგანწყობა კი არ გაგვაჩნია, არანაირად ასეთი ეთნიკური უარყოფითი დამოკიდებულება ჩვენ მათდამე არ გვაქვს. პირიქით, ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ მადლიერება გამოხატონ მათ სხვადასხვა დროს საქართველოს სახელმწიფოს ქართული საზოგადოების მხრიდან განხორციელებული მფარველობისათვის, რომელსაც 1000 წლეულის მანძილზე იჩენდა ქართული მხარე და ეს მადლიერება თავის დროზე სხვათა შორის სომეხმა ისტორიკოსებმა და საზოგადო მოღვაწეებმა თქვეს და აი ეს უნდა იქნას გათავისებული და დანახული. ჯავახეთში სომეხთა კომპაქტური დასახლება, როდესაც განხორციელდა, ნუ დავივიწყებთ იმას და ნუ დაივიწყებენ პირველ ყოვლისა სომხები ამას, რომ ეს მოხდა ქართული მხარის კეთილი ნებით, როდესაც თურქეთიდან გამოქცეული სომხებს არ ჰქონდათ ნავთსაყუდელი სადმე თავშესაფარი მოეპოვებინათ. აი ამ დროს მოხდა მე-20 საუკუნის პერიოდში მოხდა სომხეთის ასეთი სომეხიერის კომპაქტური დასახლება ჯავახეთში. როგორ შეიძლება ამის კვალდაკვალ ამის საპასუხოდ სომხურმა ეკლესიამ განახორციელოს ისეთი სცენარი და ისეთ მიმართულებას მისცეს საშუალება, როდესაც თქვათ ჯავახეთის სომხურობის წარმომავლობის თემები გააჟღეროს სხვადასხვა საგამომცემლო სამეცნიერო წრეებსა და სივრცეებში. მე მინდა აგრეთვე ვთქვა და იცოდეს ეს საზოგადოება და პირველ ყოვლისა საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, რომ ფოკაში 20 წელია მოღვაწეობს მონაზონი იღუმენი ელისაბედი, რომელმაც მრავალგზის, მრავალცემას ფიზიკურ შეურაცხყოფას გაუძლო იქ დასახლებული სომხების მიერ, მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის იქ ქართული სულიერების ამაღორძინებელი. ეს ტენდენციები არსებობდა მათი მხრიდან და სწორედ საქართველოს ეკლესიის გონივრული მომთმენი პოზიციის წყალობით მოხდა ის, რომ ადგილობრივ სომხებთან მე რამდენადაც ვიცი, დღეს არსებობს კარგი ურთიერთობა. ამდენად, როდესაც რაღაც თემების შეფასებას და შეჯერებას და გაანალიზებას ვახდენთ, მე პირადად ძალიან მზარავს ჩვენი მხარის, ქართული მხარის ხელაღებითი ახლომხედველი გულგრილი მოპყრობა მთელი რიგი საკითხებისადმი, რომელიც ძალიან სერიოზულ სჯაბაასა და გააზრებას მოითხოვს.
მეუფე რომ არა ის სუბიექტური პრობლემები კონკრეტულად სომხურ ეკლესიასთან, რაზეც ახლა თქვენ ისაუბრეთ. რომ არა ეს სუბიექტური საკითხები პრინციპულად ჩვენი საპატრიარქო იქნებოდა წინააღმდეგი იმისი, რომ სხვა კონფესიები, რომლებიც დამკვიდრებულია უკვე საქართველოში, ატარებდეს საჯარო იურიდიული პირის სტატუსს. თუმცა მოდით ამ თემაზე პირდაპირ საუბარი გავაგრძელოთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დროა, ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით ეთერში. ვაგრძელებთ პირდაპირ საუბარს მეუფე ზენონთან, რომელიც ლონდონიდან ერთვება ჩვენს გადაცემაში. მეუფე, გავიმეორებ ჩემს შეკითხვას. ანუ თქვენი აზრით, რომ არა ის სუბიექტური მომენტები, რაც ჩამოთვალეთ სარეკლამო ბლოკის წინ, რაც შეეხება კონკრეტულად სომხურ ეკლესიას. საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია იქნებოდა იმის წინააღმდეგი, რომ აქ დამკვიდრებულ კონფესიებს ჰქონდეთ საჯარო იურიდიული პირის სტატუსი. რა თქმა უნდა, არ იქნებოდა წინააღმდეგი და არც არის წინააღმდეგი იმისათვის, რომ სამართლებრივი ასახვა-ჰპოვოს ამ რელიგიების არსებობამ საქართველოში. რაც შეეხება აი ამ სუბიექტურ მოტივს და თემას, ეს ბოლომდე სუბიექტურიც არ არის, იმდენად რამდენადაც სუბიექტები, როგორც ჩანს სომხური ეკლესიისთვის ქართული სუბიექტური მხარე ხელისშემშლელი პირობა არის გარკვეული მიზნებისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანტიქართულ ისტორიას მიმართულებას ატარებს. ახლა მე მინდა გითხრათ ასეთი რამ. ბრიტანეთი მოგეხსენებათ, ეს არის დემოკრატიის მოდელი. დიახ. ბრიტანეთში არის ძალიან საინტერესო შემოთავაზება რელიგიათა რეგისტრაციის. აქ არსებობს ასეთი ორგანო, Charity Commission, სადაც ხდება ყველა რელიგიების რეგისტრაცია საქველმოქმედო ორგანიზაციის სახით. ერთადერთი, რომელსაც ბრიტანული სახელმწიფო აღიარებს როგორც ამ ქვეყნის მონაპოვარ რელიგიურ ორგანიზაციას, ეს არის ანგლიკანური ეკლესია. სხვა ყველა უკლებლი რეგისტრირდება Charity Commission-ში, რაც არანაირად არ უშლის ხელს მათი კერძო, მათი საზოგადო მოღვაწეობის განვითარებას დიდ ბრიტანეთში იმ თემის საკეთილდღეოდ, რომელი თემისთვისაც არიან ესა თუ ის რელიგიები მოწოდებული. ამდენად, როდესაც დემოკრატიაზე არის საუბარი, მაინდა-მაინც მე ვფიქრობ, არ არის მართებული ასე ვთქვათ, აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რომ აუცილებლად უნდა გქონდეთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი. როგორ თუნდაც მაქვს ბრიტანეთში Charity Commission-ში რეგისტრაციით მიღებული სტატუსი, რომელიც არანაირად არ მისვლის ხელს წარუდგე ბრიტანული საზოგადოების წინაშე, უფრო მეტიც, აქ არის კიდევ სხვა ფორმები, რომლითაც ხდება ჩვენი ინტეგრირება ბრიტანულ ცხოვრებაში, აღიარება ხდება ანგლიკანური ეკლესიას აქვს ეს უფლება-მოსილება, იგი აცხადებს აღიარებას, რომ ეს წარმოადგენს ამადა ინსტიტუტის, ასე ვთქვათ, სუბიექტს ამ ქვეყანაში და მას ისეთივე პატივით ეპყრობიან, როგორადაც მის ცენტრალურ ორგანიზმს ზოგადად. ამდენად, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, თუნდაც ის, რომ თქვათ შეეთავაზებინა საქართველოს ასეთი ფორმით რეგისტრაცია სომხებისათვის და სხვებისთვის. სხვა რელიგიების ამ ჩამონათვალში მოხვედრა ეს არის ფაქტიურად მიყოლება სომხური მოთხოვნასთან იმისათვის, რომ აქცენტი არ გაკეთებულიყო ცალსახად სომხური ეკლესიის ქმედებაზე და ეს არ დაკავშირებოდა უახლოეს ხანში გარეგინ მეორის ვიზიტს საქართველოში. მაგრამ ჩვენ გვაქვს საკმარისი ინფორმაციები, საკმარისი კავშირები და ხედვისა და აზროვნების უნარი, რის საფუძველზეც ვაკეთებთ დასკვნებს და რა თქმა უნდა საზოგადოებაც. თუმცა აქ არის საკითხის მეორე მხარეც, ანუ აქცენტს გავაკეთებ ისევ იმაზე, რომ გუშინ ძალიან იჩქარა ხელისუფლებამ და ამ საუბრის პარალელურად პარლამენტში პავლე კუბლაშვილი პატრიარქსაც კი შეხვდა. თუმცა გადაწყვეტილება პარლამენტმა მაინც მიიღო ისე, როგორც ჰქონდათ მათ თავიდანვე, როგორც ჩანს გადაწყვეტილი. რატომ იჩქარეს თქვენი აზრით? გასაგებია დაუშვათ სომხური ეკლესიის ინტერესი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს? რადგან აქცენტს გავაკეთებ დიდი ბოდიში მე უკვე იმაზე, რომ ეს მე მგონი რამდენადაც მე მახსოვს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონფლიქტი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის უკვე ოფიციალურად გახდა ნათელი საზოგადოებისთვის.
იცით რა არის ნამდვილად გაუგებარი არის ახლა არც ერთი დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფო არ ქმნის კონფლიქტს თავის ძირითად რელიგიურ ორგანიზაციასთან. იმდენად რამდენადაც ორივე მხარეს ყველგან ყოველთვის აქვს საერთო მიზანი, ეროვნული მიზანი სახელმწიფოებრიობისა და სამოქალაქო და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებისა და წინსვლისათვის. ამდენად მართლაც გაუგებარი არის. მე ნამდვილად მიჭირს გითხრათ, რა აქ მე ვერ ხედავ ჯანსაღ და მართებულ და კეთილშობილურ პირობითად ვთქვათ, კეთილშობილურ ლოგიკას იმის შესახებ, რომ აი ასეთი დაჩქარებული წესით, დაჟინებით მაინც მოხდა პარლამენტის მიერ ამის მიღება. გაუგებარი არის ეს ნამდვილად. შეიძლება რაიმე პოლიტიკური მოტივი იდოს კონკრეტული ძალიან ამაში? რა თქმა უნდა, რელიგიური და პოლიტიკური თემატიკა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არასოდეს არ ყოფილა ერთმანეთისგან გამიჯნული, რაც არ უნდა ამას შევეცადოთ ჩვენ. ეს ყოველთვის ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებები არის. ამდენად, როგორც ჩანს, როდესაც ჩვენი ეკლესიის ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მართლმადიდებელი მოსახლეობის ინტერესი ამ შემთხვევაში არ თვალისწინდება, როგორც ჩანს, ადგილი აქვს რაღაცას, რომელიც ჩანს, რომ არ არის მაინც და მაინც სასარგებლო ქართული აზროვნებისა და ცხოვრებისთვის. მეუფე, თქვენი აზრით, რაც შეეხება ისევ სომხურ მხარეს, თუ კი აი ამაზე გავაკეთებთ კონკრეტულად აქცენტს, თქვენი აზრით, რა უფრო პრიორიტეტულია მათთვის, მატერიალური ინტერესები თუ რაიმე სხვა, ანუ სტატუსი როგორც ასეთი, მაგალითად, რადგან რაც შეეხება მატერიალურ ინტერესებს, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე კონფესიას ექნება მინიჭებული არა საჯარო, არამედ კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, მას ისეთივე წარმატებით შეიძლება, მან ისეთივე წარმატებით შეიძლება მოითხოვოს მატერიალური ქონების დაკანონება. თუნდაც ის ხუთი ეკლესია, რაზეც დღეს არის საუბარი და რაც არის სადაო სომხურ მხარესთან. ანუ ამ შემთხვევაში პრიორიტეტი მათთვის მატერიალური ინტერესია თუ სტატუსი როგორც ასეთი? იცით რა არის მაგის შესახებ მიფიქრია მეც და ბევრს უფიქრია მაგის შესახებ, მაგრამ ჩვენ დანამდვილებით გვიჭირს, ალბათ გაგვიჭირდება იმის თქმა, რა სურს სომხეთს საბოლოოდ ამით. ცხადია, რომ კარგი არ სურს და იმ ცუდის თქმა უბრალოდ არ გვინდა. ამის წარმოდგენა არ გვინდა. მეუფე, რაც შეეხება კონკორდატს, რაც აკავშირებს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფოსთან, კონკორდატის მიხედვით არის თუ არა ვალდებული ხელისუფლება, რომ ასეთი გადაწყვეტილებები შეუთანხმოს ეკლესიას. რადგან გუშინ პავლე კუბლაშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ასეთი ვალდებულება კონკორდატის მიხედვით მათ არ გააჩნიათ, თუმცა მათ ნებაყოფლობით მაინც შეუთანხმეს საპატრიარქოს ეს გადაწყვეტილება. ეხლა ნახეთ, როდესაც საუბარი ეხება იმას, რომ საქართველოს ეკლესიის ისტორიული კუთვნილება და მის წიაღში დაფუძნებული, დაარსებული და აშენებული საეკლესიო კერები სომხურად ცხადდება და მოგვეცითო, როდესაც ამ საკითხს სვამენ სომხები. როგორ არ უნდა შეუთანხმოთ კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით საქართველოს ეკლესიას, როდესაც ამ შეთანხმების მიხედვით ეს ეკლესიები აღიარებული არის როგორც საქართველოს ეკლესიის საკუთრება. მეორეს მხრივ, მე გავიხსენებ 90-იანი წლების მიწურულის პერიოდს, როდესაც კონსტიტუციურ შეთანხმებაზე იყო ფართო განხილვა და მუშაობა. მაშინ ჩვენ პირდაპირ მოგვიწოდეს მათ ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციების სახელის მოხსენიებითა და მოშველიებით, რომ საერთო გამოგვენახა სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან საქართველოში, იმიტომ რომ ჩამონათვალში, რომელიც იყო ძალიან დიდი, ესე იგი, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ აი ამ შეთანხმებას, თავისი ადგილი ეკავათ ერთ-ერთი ადგილი რელიგიურ გაერთიანებებს. ეხლა საკითხი მაშინ ეხებოდა საქართველოს ეროვნულ ეკლესიას. ეროვნულს როდესაც ხმარო, მე აქ ვიწრო გაგებით არ ხმარობ ამას. როდესაც საკითხი ეხებოდა საქართველოს ეროვნულ მართლმადიდებელ ეკლესიას, მაშინ მოგვიწოდეს შეთანხმებისკენ სხვადასხვა რელიგიებისადმი, რომელსაც არანაირი ფუნდამენტური დამსახურება ახლა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინაშე არ აქვს. თუ მაინდა-მაინც საუბარია ქართულ კათოლიკეებზე, ეს არის მათი ქართული გულის დამსახურება, როგორი დიდი მოღვაწეც იყო პეტრე ხარისჭერაშვილი, თარხნიშვილი, თამარაშვილი, ფალიაშვილი და მრავალი სხვა. ეს იყო ქართული გულისა და ქართული აზროვნების და კათოლიციზმის როგორ განვითარდა მაგ დროისათვის
სამხრეთ საქართველოში, ეს ისტორიულად ახსნილი არის. მაგრამ ჩვენ ახლა ამ საკითხებზე არ გვაქვს პრობლემა და ნამდვილად ასე არ ვაკნინებთ ჩვენს თემატიკას, რომ ამ მიმართულებით განვავრცოთ საუბარი. მაგრამ და რომ დაუბრუნდეთ კითხვას. თუ კი ჩვენ ვალდებული ვიყავით ამ რელიგიებთან შეგვეთანხმებინა, როგორ არ აქვთ ვალდებულება ამ რელიგიების საკითხის განხილვის დროს ადგილობრივ ძირითად ეკლესიას შეუთანხმო ეს საკითხები. თან ჩვენ ერთობლივ კომუნიკეებში ეს ქონდა მრავალი აღნიშნული, რომ მოწოდებული და ვალდებული ვართ ერთმანეთთან თანამშრომლობისათვის, სხვადასხვა რელიგიები და ჩვენ. მე უკვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის ნაცვალგება. კონსტიტუციონალისტი ზაქარია ქუცნაშვილი მაგალითად მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ართმევს შანსს სხვა ქვეყნებს იქ საკუთარი ეკლესიების უფლებების დაცვაზე ესაუბროს. მაშინ, როდესაც მაგალითად სომხეთი, თურქეთი, იტალია და სხვები ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ იურიდიულ სტატუსს არ ანიჭებენ. ამ ცალმხრივი აღიარებით ჩვენ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას მათთან მიმართებაში არათანაბარ მდგომარეობაში ვაყენებთ, რაც თავის მხრივ ქართული ეკლესიისთვის ამ ქვეყნებში საკუთარი უფლებების დაცვას გაართულებს. ასეა ეთანხმებით მას, ანუ ცალმხრივი აღიარებით ჩვენ ნაკლებად გვექნება იმის საშუალება, რომ ჩვენი უფლებები დავიცვათ უკვე სხვა ქვეყნებში, უბრალოდ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაიცვას. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მართებული განცხადება და აბსოლუტურად ჩამოყალიბებული. აზერბაიჯანშიც მაგალითად ქართული ეპარქია, სადაც კომპაქტურად ცხოვრობს ქართული მოსახლეობა და არის უამრავი ქართული საეკლესიო ქერა, ნამდვილად სამართლებრივად არ აქვს განსაზღვრული მისი მდგომარეობა და ძალიან ხშირი შემთხვევა არის, როდესაც მათი უფლებები ილახება. ქვემო ქართლში კი მოგეხსენებათ ვითარება სომხეთთან მიმართებაში ისტორიულად როგორ განვითარდა. თქვენ ნახავთ მთელ რიგ სოფლებს, მაგალითად დმანის ერქვა ტუმანისი. ქართული გვარები ანცებით შეიცვალა ტერტერათა მოღვაწეობით და თავის დროზე ანტონ პირველმა კათოლიკოსმა გამოაცხადა თავდადებული ბრძოლა აი ამ გასომხების წინააღმდეგ ქართული მოსახლეობისა, ქართული კულტურის გარდაქმნის წინააღმდეგ და ჩვენ მივიღეთ შედეგად ის, რომ დაცული იქნა ეს მხარე შესაბამისად. ასეთი ტენდენციები, სამწუხარო ტენდენციები არსებობდა ხოლმე და არსებობს ერთის მხრივ, თქვათ, დღევანდელ რეალობაში, მეორეს მხრივ ისტორიულ ეტაპზე. ეხლა რაც შეეხება თურქეთის თემას, თურქეთში საქართველოს ეკლესია მონასტრები, მოგეხსენებათ, ეს ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიასთან არის დაკავშირებული და უდიდეს კულტურულ აზროვნებასთან. რა თქმა უნდა, იქ საქართველოს ეკლესიის სტატუსი, ჩემი აზრით, ამ ეტაპისთვის არ იქნება ისე ჩამოყალიბებული და მიღწეული, როგორც ეს სასარგებლოა საქართველოს ეკლესიისთვის. იმდენად, რამდენადაც თურქეთში თვით სოფლის საპატრიარქოს აქვს პრობლემები. ამდენად ჩვენ გვაქვს ასეთი სურათი, რომ სომხეთში ქართული მოსახლეობა მცირე რაოდენობით ცხოვრობს, სადაც ქართული ეკლესია მონასტრები არის სავალალო მდგომარეობაში, ითხოვს მოვლა პატრონობას. ქართული ისტორიული მეხსიერების არწაშლისათვის იქ არის განსახორციელებელი მთელი რიგი სამუშაოები, სამონასტრო ცხოვრების აღდგენა არის განსახორციელებელი აგრეთვე. აზერბაიჯანში ქართული ეკლესიის ინტერესები არის განსახორციელებელი თავისთავად და ასე შემდეგ. ახლა ევროპაში რაც შეეხება, ევროპა ეს არის მკვეთრად დემოკრატიული სამყარო, სადაც პრობლემები ფაქტიურად არ არსებობს და ჩვენ ჯდებით იმ შემოთავაზებაში, რომელიც საყოველთაო შემოთავაზებით აქვს წარმოდგენილი ევროპას დანარჩენი რელიგიებისა. მე უკვე ბევრი დრო აღარ გვჭირდება, მინდა ბოლო შეკითხვა დაგისვათ. მე მაინტერესებს თქვენი აზრით, რა გაგრძელება შეიძლება მოყვეს ამ ისტორიას? გუშინ ზოგიერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა, მაგალითად ირაკლი ალასანიამ შესთავაზა მიხეილ სააკაშვილს, რომ გამოიყენოს ვეტო ამ კანონთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი? მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტის შორსხედველობა, ჩემი აზრით, ალბათ შეაჩერებს ამ პროცესს. სხვა შემთხვევის წარმოდგენა არ მინდა, იმიტომ რომ არავის მინდა უსურვო და პირველ ყოვლისა ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ვერ უსურვებ ისეთ პროცესუალურ განვითარებებს,
რომელიც მთლიანობაში მაინც საქართველოს საწინააღმდეგოდ შეიძლება მოხდეს და ასე დროს პასუხისგებლობა ეკისრება მათ, ვისაც აქვთ სახელისუფლებო პასუხისგებლობა. ქართული საზოგადოება ვერ შეეგუება შეურაცხყოფას ვერანაირი გაგებით. დიდი მადლობა. გმადლობ რომ ჩაგვერთვეთ ლონდონიდან და იყავით დღეს ჩვენი სტუმარი. მეუფე ზენონი იყო ჩვენი სტუმარი. დღეს ამით გემშვიდობებით. ხვალ 10 საათამდე მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.